აპრილიდან ცვლილებები განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობით გუნდშიც, რამაც ბუნებრივად გამოიწვია სამინისტროს პოლიტიკის განახლება, მათ შორის პროექტების შესრულებისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით. მოკლედ გეტყვით, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა გუნდის სამინისტროს სისტემაში და ნაწილობრივ დღესაც არის. მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული ობიექტის მიზეზად იქცა, კერძოდ მაგალითად 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთ გზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. ჩვენ სამომავლოდ გვექნება ჩვენი ინიციატივები, რომელსაც წარმოგიდგენთ. ამ ყველაფრის ფონზე გუნდს რთული ამოცანა ჰქონდა გაეჯანსაღებინა სამინისტროს საქმიანობა, შეეცვალა მიდგომები, დაენერგა ახალი მართვის სისტემები და ხარისხის კონტროლის სტანდარტები, რაც შედეგებზე აუცილებლად მოახდენს გავლენას.